ჩემი მეგობარი მეუბნება რომ მიშაზეო რო იძახიო რომ აგენტიაო და რაღაცეებსო რაო დოკუმენტ მაგისიო ხელწერილი ნახეო რომ აგენტობაზე დაწერილიო თუ რატო იძახიო ესე მტკიცებით ფორმაშიო თან და აი შევეცდები მოკლედ ავხსნა ჯერ მე მიშას ხელწერილს არავინ არ მანახებს არასდროს და ეგ სრულიად საიდუმლოა და არ აქვს მაგაზე ყველას დაშვება და ვერ ნახულობს მაგას ყველა და სპეციალური დაშვება ჭირდება რომ აი მაგდონის საიდუმლო იმე დოკუმენტაციასთან შეხება გქონდეს მაგის ხელწერილი ძალიან კარგად დაცულ ადგილებში დევს მე ეჭვი მაქვს რომ რამოდენიმე განექნება მაგაც ეგ ხელწერილები დაწერილი მიხეილ სააკაშვილი ჯერ პირველი იმიტომ მგონია რომ აგენტია და ბევრი ხელწერილი აქვს დაწერილი რომ მიხეილ სააკაშვილს ჯარი გავლილი აქვს რუსეთში კაკებეს ჯარებში პირდაპირ კაკებეს დაქვემდებარებაში შემავალ დანაყოფში მსახურობდა მიხეილ სააკაშვილი ბიძამისის კაკებეს გენერლის ალასანიას რეკომენდაციით ამის შემდეგ წაათრიეს ამერიკაში ასწავლეს და სწორედ ამერიკიდან საქართველოში უკვე გადახაზული, ანუ დავერბოვკებული დაბრუნდა კონკრეტული დავალებებით. შევარდნაძე აიძულეს მიხეილ სააკაშვილისთვის მიეცა თანამდებობები და გაეპიარებინა მიხეილ სააკაშვილი და ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს აჩუქეს ხელისუფლება, ყველაფერში დაეხმარნენ, რომ მოეხდინა სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც მოგვიანებით უწოდეს ვარდების რევოლუცია. მიხეილ სააკაშვილს მოაშორეს ყველა ის ადამიანები, ვისაც შეიძლება რამე წინააღმდეგობა გაეწია მიშასთვის, დატოვეს მარტო და უთხრეს, რომ ქონდა ყველაფერის კეთების უფლება, ოღონდ თუ ის დავალებებს შეასრულებდა. სწორედ ამიტომ უხუჭავდნენ ყველა უკანონობაზე და აი ამ რეჟიმზე თვალს მიხეილ სააკაშვილს, ჩვენი ეგრეთ წოდებული მეგობრები. ამის შემდეგ აგვისტოს ომის პროვოკაცია, რომელიც საქართველოს არაფერში არ ჭირდებოდა, საერთოდ არ იყო საჭირო მაგ დროს მაგის გაკეთება, რაც მიშამქნა და თავიდან ბოლომდე 1% რამე წარმატების შანსი არ გქონდა და ძალიან კარგად იცოდა მიშამაც და ყველამაც, მაგრამ ის ქნეს რაც უნდა გაეკეთებინათ. მიშამ თავისი პატრონების დავალებით საქართველოს შეუგდო ხახაში რუსეთს, რომ მსოფლიოსთვის ენახებინათ რაც უდია რუსეთი თურმე და ამას შეეწირა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%. ამის შემდეგ რომ ნახეს რომ მიხეილ სააკაშვილს აქ შანსი აღარ ქონდა იმისა რომ ხალხის ნდობა ქონოდა და რამე არჩევნებით ან რამე გზით მისი პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ რამე ძალა ქონოდა ან ხელისუფლება ჩაეგდო ხელში რომ იცოდნენ მაგის პატრონებმა რომ ეგ არ მოხერხდებოდა იმ დროს მაინც განსაკუთრებით გადაარეპორტეს უკრაინაში თავის ხროვასთან ერთად გაუშვეს უკრაინაში და იქ აკეთებინეს ის ყველაფერი, გაამეორებინეს, რაც აკეთა საქართველოში. ჩავიდა უკრაინაში, ჩაიტანა ქაოსი. დიდი როლი აქვს მიშას შეტანილი უკრაინაში მაედნის პროცესებში და იმ გადატრიალებაში და მიშა ასრულებდა დავალებას სხვა ადამიანებთან ერთად იმ დავალებას რომ უკრაინა უნდა მიეყვანათ იქამდე რომ შეეხეთქებინათ რუსეთისთვის რომ რუსეთი შეჭრილიყო უკრაინაში და მომხდარიყო ეს ომი რომელი ომიც დღეს მიდის აი ეგ არის მიხეილ სააკაშვილი პირველად მაშინ მოატყუეს უკრაინელები და დააგოიმეს მიშა და მიშას კამანდა ნაციონალები რო ჩაუყვანეს იქა და ვითომ დემოკრატებად და დიდ რეფორმატორებად რო შეტენეს იმ ხალხს და გუბერნატორებად და პროკურორებად რო დაუნიშნეს ეხლა უკრაინელებიც და ყველა კარგად ხვდებიან სინამდვილეში რა თამაშიც იყო და რასაც ეხა მე ვიძახი რომ ეს მართლაც ასია მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თავისინებით არ წამოსულა მიხეილ სააკაშვილი დავალებით კონკრეტული დავალებით გამოუშვეს საქართველოში იმ კონტეინერით მიხეილ სააკაშვილმა იცოდა რომ უკრაინაში დაიწყებოდა ომი და მიშას ეუბნებოდნენ ასეთ რამეს რომ იმ შემთხვევაში თუ მიშას დაიჭერდა ოცნების ხელისუფლება
ომი დაიწყებოდა მალევე რამოდენიმე ხანში ყველა ვარიანტში უკრაინაში და საქართველოს ხელისუფლებასაც ჩაითრევდნენ ომში და შესაბამისად ქვეყანა რომ ომში იქნებოდა მიშასაც ციხეში არავინ დატოვებდა. ან თუ ვერ მოახერხებდნენ და ომში ვერ ჩაითრევდნენ ქვეყანას, მაშინ მოაწყობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას და ამ შემთხვევაშიც მიშასთვის თლათ უკეთესი და გმირი გამოვიდოდა ციხიდან. აი ამიტომ გაბედა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა და შემოპარვა. მაგიტომ გაბედა ის, რაც გაბედა, რომ ჩამოენძრია აქ ეგ დედამოტყნული, თორე მიშა არ არის ის კაცი, რომ მაგას რო გარანტიები არ ქონოდა, უბრალოდ ესე გაერისკა და შემოპარულიყო საქართველოში. მიშა მაგას ვერასდროს ვერ გარისკავდა ცხოვრებაში, მიშასთვის რომ გარანტიები არ მიეცათ. აი მაგიტომ ვფიქრობ, რომ მიშა არის აგენტი. მიშა გამოუშვეს აქ იმ დავალებით, რომ უკრაინაში რომ ომი დაიწყებოდა, მიშა აქ უნდა ყოფილიყო მაგ დროს, რომ აქედან ყველაფერი ექნა იმისათვის, რომ საქართველო გაეხვიათ ომის ქარცერცხლში. და აი დღესაც თავისი ინტერვიუებით მაგას ჩალიჩობს, რომ ხალხი შეიყვანოს შეცდომაში იმ პალატიდან, ყველა ჩართვით მაგას ჩალიჩობს, რომ ხალხს დააჯეროს ის, რომ თურმე რაღაცა აი რუსეთი დღეს თუ არა ხვალ იმას გვიზავს რაღაცა ომით შემოვა და დაგვიპყრობს და ჯობია რომ დავასწროთ, ვიომოთ, არ დავნებდეთ და რაღაც სისულელეები. აი ეგ არის მიხეილ ფაჩიკო სააკაშვილი, მეტი არაფერი. ტიპი, აგენტი, სხვადასხვა ქვეყნების აგენტი, მე ასე მეჯერა, რომელიც დავალებებს ასრულებდა საქართველოშიც და უკრაინაშიც. აი ეგ არის მიხეილ სააკაშვილი, დავალებების შემსრულებელი აგენტი, რომელსაც სძულს ქართველებიც და საქართველოც. აი ეგ არის მიშას ნამდვილი სახე.